პროექტი, რომლის ფარგლებში დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, გახლავთ პოლონური ორგანიზაციის კულტურის სფერების პროექტი, რომელსაც იგი განახორციელებს ზუგდიდის თემის განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტში ჩართულია არასამთავრობო სამეგრელო ზემოსვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი. პროექტმა სტარტი აიღო ქალაქ ვარშავაში, სადაც ეს 12 წარმომადგენელი გახდათ ჩასული, მათ გაიარეს ერთკვირიანი ტრეინინგები. მიზანი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება, მარგინალური ჯგუფების გასააქტიურებლად. მათ შეისწავლეს მეთოდები, უნარები და მექანიზმები, თუ როგორ შეიძლება მარგინალური ჯგუფების გააქტიურება და შექმნეს მცირე ბიუჯეტიანი პროექტები, რომლებსაც საკმაოდ წარმატებულად ახორციელებენ. მაგალითად, ფოჩის სენაკში, ჯვარში, ჩხოროწყუში უკვე განხორციელდა ამ ტიპის პროექტები. გადაღებულია ფილმი პრობაციონერებზე, პენსიონერებზე, ხანდაზმულებზე. დღეს ჩვენ აქ მოვიყვანეთ სოფლად მცხოვრები ქალები. ამ მცირე პროექტების შემაჯამებელი ეტაპი 2014 წლის 18 ოქტომბერს ჩატარდება. პოლონეთთან ჩვენ ველოდებით სტუმრებს და მასპინძელი იქნება ზუგდიდის თემის განვითარების ცენტრი, სადაც პრეზენტაცია მოეწყობა ამ 12-ვე პროექტის. როგორც მოგეხსენებათ, პოლონური ორგანიზაციის კულტურის სფერებისა და თემის განვითარების ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა სხვადასხვა სახის პროექტები. კონკრეტულად რაც შეეხება ჩვენს პროექტს, იგი გულისხმობდა სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და გააქტიურებას. კონკრეტულად მათ ჩაუტარდათ ხსენებულ საკითხებზე სხვადასხვა სახის სემინარები, შეხვედრები, ტრენინგები. დღევანდელი დღე კი გახლავთ ამ ჩვენი პროექტის შეჯამება. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ მარგინალიზებული ჯგუფების გააქტიურება. დღეს ჩვენ შევეცადეთ, რომ მათთვის გაგვემხიარებინა, გაგველამაზებინა ერთი დღე.